ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პირველი ლიდერი იყო, რომელიც იანვარში თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა. თუმცა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მეის პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუხდა. ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნების ჩატარებამდე ტერორისტული თავდასხმები რამდენჯერმე განმეორდა. თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ლონდონის სადმი ამერიკის მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა მოგვიანებით მან ლონდონის მერი ტვიტერზე გააკრიტიკა, რამაც ბევრი ამომრჩეველი დააფიქრა. ამას გარკვეულწილად ბრიტანეთის ევროპისკენ შემოbrunება მოყვა. ეს რა თქმა უნდა ხელშესახები პერსპექტივა არაა, თუმცა დებატები უბრუნდება პროევროპულ პოზიციებს. ბრიტანეთს ამერიკული მხარის მიმართ ეჭვი გაუჩნდა. აპრილში პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა რადიკალურ მემარჯვენე და პოპულისტ კანდიდატს მარინ ლეპენს, მას შემდეგ რაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. თუმცა ლეპენი მისმა კონკურენტმა ემანუელ მაკრონმა დიდი უპირატესობით დაამარცხა. ტრამპის მხარდაჭერამ ლეპენის შანსები შეამცირა გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ტრამპი ამერიკაში ატარებდა და რომელიც არც თუ ისე პოზიტიურად აღიქმებოდა საფრანგეთში. გარდა ამისა, ტრამპის გადაწყვეტილებამ დაეტოვებინა პარიზის კლიმატის შეთანხმება, ევროპელების შეშფოთება გამოიწვია. ევროპაში ამომრჩეველთა ნაწილი დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად მომგებიანია მათთვის ელიტის მოწინააღმდეგე მემარჯვენე კანდიდატების არჩევა. არ ვფიქრობ, რომ ეს მემარჯვენე პოპულიზმის დასასრულია. ისინი არ წარმოადგენენ ერთადერთ ძალას, რომელიც ელიტის წინააღმდეგი ლაშქრებს. აქაც ვხვდებით კონკურენციას. მათ უწევთ კონკურენცია გაუწიონ ახალი ყაიდის ცენტრისტულ მოძრაობებს, თუმცა მსგავს დინამიკას მთელს ევროპაში არ ვხვდებით. ტრამპი ევროპის აღმოსავლეთში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, ჯერ კიდევ პოპულარულია. პრეზიდენტი ვარშავას ივლისში ეწევა. ამერიკის პირველ პირს პარიზსა და ბერლინში სტუმრობის გეგმები არ აქვს და მისი სახელმწიფო ვიზიტი ლონდონში ჯერ არ დაგეგმილა. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა დასავლეთ ევროპასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაცივების დასაწყისია.